Rdzę swam. როგორ ხართ? შეგეწიოთ უფალი ეს ხრისტე. გულში ხართ, მიყვარ ხართ. გაიხარე მათი ჩემი სიცოცხლე ხარ. გულში ხარ. მადლობა, გაიხარე, მადლობა. თიული მეც მიყვარ ხარ. გულში ხარ. YouTube-ზე მაწერია ზენეო ესე და სრულდება ტექსტზე. მოკლედ დღევანდელ დღეს მომიწევს რომ ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით, მაგრამ ათეისტებს გული დაუწყვიტო, იმიტომ რომ ყველანაირ გაუნათლებლობის საზღვრებს გაცდა ათეიზმი. ყველაფერს გაცდა. კითხვა მიგებითი ლაივი სხვა დროს იყოს ჩემო სიცოცხლე ხალხო ძალიან მიყვარხართ კითხვა მიგებითი ლაივი ცალკე იყოს და ისე კითხვა მიგებითი შრომები YouTube-ზე მიდევს ლაივებში კითხვებზე პასუხი და ასე შემდეგ შეიძლება 3 საათიანი 4 საათიანი ვიდეოებია მოკლედ და შეიძლება ნახოთ ნეო მოკლედ ჩემი მეგობარი ტაროს კარტს კითხულობს და რას გვეტყვი მაგ კარტზე დემონურია დემონური პრაქტიკა მადლობა სალი მადლობა გულში ხარ მოგვინათ მეც მომინათ შენს გულს ვენაცვალე სიკეთის და სიყვარულის მასწავლებელი ბიჭი ხარ ხმერთან აფლოს უღრმესი მადლობა მაგრად მიყვარ ხარ და შემოგევლე გულში რომ მაგას ხედავ და ძალიან დიდი მადლობა დიდება უფალს იესო ქრისტეს რომელიც მე და შენ ყო ერთიანებს ერთი სულია ქრისტეს სული წმინდა ნეო დამცინავი ხარო ანუ რას ნიშნავს ქრისტემ როგორი ტვირთა ჩვენი ცოდვები აღვხსენი მეგობარო თუ შეძრები ძალიან დიდი სიამოვნებით მოკლედ ცოდვის საზღაური ანუ ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული შედეგი ოღონდ პარაზიტული შედეგი არა ონტოლოგიური არის სიკვდილი ანუ ცოდვა არის აცდენა გამოცალკევება ღმერთისგან და ღმერთის სიცოცხლე სიცოცხლეს მოშორება არის სიკვდილი სინათლეს მოშორება არის სიბრენე მარადიულ სიცოცხლეს მოშორება არის მარადიული დაღუპვა და ასე შემდეგ
ჩვენ ვწოდეთ ყველამ, ანუ ყველანი ცოდვილები ვართ, ადამი რაც დაეცა მას შემდეგ, ანუ შეუძლებელი ადამიანმა არ სწოდოს. ანუ იმსახურებს სასჯელს. ეს სასჯელი არის მარადიული დაღუპვა. ყველა ჩვენგანი. მაგრამ ღმერთს ისევ უყვარვართ, რომ აი ეს სასჯელი არ უნდა რომ განგვიკუთვნოს ჩვენ, იმიტომ რომ გონებად მიუწვდომლად დიდია მისი სიყვარული ჩვენს მიმართ და თვითონ არის ბუნებითი სიყვარული. ამიტომ შეიძინა ბუნება, ადამიანური ბუნება, რომელიც ჩვენს მიერ დაზიანდა, ცოდვით, აი ამ დაზიანებული ადამიანური ბუნებით ჯვარზე გაეკრა, ყველანაირი კატეგორიის საშინელება და ტანჯვა დაითმინა და მოკვდა ჯვარზე და ეს სიკვდილი არის როგორც საზღაური მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის. ანუ უცოდველი სამყაროს შემოქმედი გახდა მიმღები ადამიანური ბუნებისა და ამ ადამიანური ბუნებით თავად ყოვლისშემძლე პიროვნული შემოქმედი თავად არის გადამხდელი აი ამ საზღაურის, რაც არის ჩვენი ცოდვებისთვის. იგი მოკვდა, ჩავიდა ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთში უხადაღა სულებს ძველი აღთქმის და ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან. ვინც ირწმუნა, რა თქმა უნდა, მორწმუნე, ვინც მიმღებნი იყვნენ მაშინ, ხო? ასე რომ ამგვარად მან მოგვანიჭა ახალი იდენტობა თავის თავში, რაც არის ღვთისშვილი. ანუ ღვთისშვილია, ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს მიერ მივიღეთ იდენტობა. იმიტომ რომ ერთადერთი ძე, ანუ ბუნებითი ღმერთი თავად იესო ქრისტეა და მან თავისი ჯვარცმით, იმით რომ ყველა ცოდვა იტვირთა საკუთარ თავზე, მოგვანიჭა ახალი იდენტობა, თავისივე იდენტობა გვაჩუქა. ანუ თავის თავში მოგვცა თავისივე იდენტობა. ქრისტემ თავის თავში მოგვცა თავისი იდენტობა. რაც არის უცოდველი, გადარჩენილი ნაპატი, ანუ მოკლედ, გადარჩენილი და უცოდველი, ანუ დააბრუნა სრულყოფილი იდენტობა ჩვენში, რაც არის თავად, ანუ თავის იდენტობა ჩვენ მოგვცა. თავის თავში. ამდენად ღონება მიუწვდომლად დიდია ის სიყვარული. კითხვის არცოდნაზე და არ გაგებაზე არ არის ქრისტეს შეცნობა, კითხვა იცის ბევრმა და ქრისტეს გაუღია, მაგრამ მორწმუნე მაინც არ არის. ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი სრულიად უნაროც გაიგებს ქრისტეს, თუ იგი არის მიმღები, აუცილებლად ღმერთი მას თავის თავს გააცნობს. ანუ მაგაზე სანერვიულო არ გვაქვს. და ვინც მიმღები არ არის, ღმერთი ტყუილა არ დამაშრალობს. აუ, დამავიწყდა ამატერა სუმაბედ. ხუთი ექვსი კარგი, მაგრამ ანუ კორექტულად გადმოეციაზე. სიტყვაზე ახლობელი ცუდად ცხოვრობდა და მე ვილოცე მისი სულისთვის. გადარჩება? თუ ირწმუნა ქრისტე კი, რა თქმა უნდა, თუ არა და არა. ქრისტესი ვინც წამს, რომ მისი ცოდვები იტვირთა და გადარჩინა ქრისტემ, ანუ ვისაც წამს, რომ ქრისტემ გადაარჩინა, ყველა გადარჩება. მადლობა პასუხისთვის, დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. გაიხარე გულო, გაიხარე. მეც მიყვარხარ. ნეო ეჭვები შენს გიჩნდება ხოლმე და რა თემასთან დაკავშირებით? რა ვიცი, მაგალითად ლიფტს რო ხედავ და მაღლა ვარ ასასვლელი, სულ მგონია რომ სულ მაქვს ეჭვი რომ ლიფტი
გაიჭედება და ამიტომ ლიფტში არასდროს არ შევდივარ. რავი, ესე ეჭვები რას გულისხმობს? რაღაცა ყოფით საკითხებზე. ლიფტში არ შევდივარ შესაბამისად. ნეო აუტისტი ვარ და ღმერთი ხომ აპატიებს ბევრ რამეს მიყვარს მე ქრისტე. კი, გაიხარე, გაპატია ყველაფერი გულში ხარ. ხო რა, მირჩევნე ფეხი თავი. რაზე მწერდი მიღობა რომ გამახსენი და მიღობებში მყავ ხარ ლუქსო. მომწერი. მიყვარ ხარ და მეს მიყვარ. რომელ ეკლესიაში მსახურობ? ქრისტეს ეკლესიაში ქრისტემ რო დააარსა. მე დავაარსებ ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერძლევენ ამ ეკლესიის მსახური ვარ, ამ ეკლესიისთვის მოვკვდები. ხო. შეგეძლო თუფალი მიყვარ ხართ ყველანი გულში. ისაკ როგორ ახ? ათეიზმის სპენის არ ხონა და არა გამონაცლებულობა ბროჩაჩოდი. თან ისე მეღობა რომ აწერია რომ ხშირი მსმენელი ხარ. და ვერ გასწავლე ანუ ვერაფერი. ბროჩაჩოდი. ისა ათეიზმი წმენის არ ქონა როგორ ბიჭო როგორ ათეისტს წამს რომ ქვა არის შენი წინაპარი საბოლოოდ და რავი მაღაზე დიდი რწმენა რა გინდა. სიზმრის დემონი რომ მაღაზე გულში ხარ ლუქსონ მოხწერ ჩემი გული ხარ. ღმერთი ყველასთან როგორ არის ყველგან ყოფია, იმიტომ რომ სივრცის მიღმა. სივრცე არ გააჩნია შესაბამისად. სივრცითი შეზღუდვა რადგან არ აქვს. ხო, ოღონდ ლუქსონ პირიქით. ქრისტე დაგიხმარება პირველ რიგში და მე შენი წინაპარი დავახია. ჩემი წინაპარი არის ადამი. რომელიც შექმნა ღმერთმა. ანუ ჩემი საბოლოო პირველ მიზეზი არის ღმერთი. და შენი არის ქვა და რავი რომელიც ქვა არის შენი მიზეზი. ანუ ქვა რომელიც ტალახი ეგ მატერია იგულისხმება, ანუ ყველა სტიქიონს დაიტევს თავის თავში ადამიანის მატერიალური შემადგენლობა. სტიქიონს ნიშნავს ისე რომ იცოდე. ჯეზერტი და მეორე ნახე ანუ შენი მიზეზი რამაც გამოგიწვია მოკლედ არის არა მოაზროვნე, არა ცოცხალი, არა თავისუფალი ნების მქონე, მოკლედ არაფერი არა აქვს შენ რაც გაქვს, ანუ მოკლედ მაგია, ანუ ფოკუსი უარესია რაღაცა სასწაულის გჯერათ რა, ანუ ათეისტებს რა. სასწაულის გჯერათ. არ მინდა რომ ეგ ცოდო ჩავიდინო, რასაც ეგ დემონი მაიძულებს, მაგრამ
თავის კონტროლს კარგად ვიცი ლუქსონ ვიცი მიყვარხარ ძალიან და ვიცი მაგ სიძვასთან და როგორი მოძალოდიცაა სიძვის დემონი ერთ რამეს გეტყვი მოკლედ ქრისტეს მიენდე გახსოვდეს რომ შენს უძლურებაში გამოვლინდება მისი სიდიდე ანუ ყველა აი რამდენჯერაც არ უნდა დაეცე გახსოვდეს რომ უფალი არ ხტოვებს ილოცე და მას მიენდე გულიდან აი გულით მიენდე რომ მას შეუძლია ამ შემთხვევაში ის რომ შენ დაგეხმაროს და თუ პრობლემას გიტოვებს უძლურებას იცოდე რომ თვითონ იცის ყველაზე ზუსტი დრო შეერჩევა აქვს ასე რომ ყოველთვის გახსოვდეს რომ შენთან არის გადარჩენილი ყავხარ და ნაპატიები ახ ეგ ყველაფერი ეგ უძლურებები ეგ გახსოვდეს არწმენა ნიჭია yes of course ვერ ხვდები დაგცინი ხარ ათეისტებს ახლა შენ თუ რა შვები ხედა fake account-ი წერი იცი შენ თვითონაც რომ ეხავს ხა ათეისტი რო ხარ ეხავს რა გულში ხარ გაიხარე მთელი გულში ხარ აგვიანი ხო ნე ათეისტებს ძლიერი არგუმენტი რა აქვთ ძლიერი რა ძლიერი არგუმენტიო ათეისტებსო რა ძლიერი არგუმენტი ათეისტებს რეებს იძახი ძლიერი არგუმენტი როგორ იქნება ათეისტს აი რანაირად იქნება ყველანაირი კატეგორიის ლოგიკის პრინციპს არღვევს რანაირად იქნება აი მართლა მითხარი რანაირად შეიძლება ძლიერი არგუმენტი კონდეს ჯერ პოზიცია არა აქვთ ანუ პოზიცია არ უჭირავს ჯერ არგუმენტი რომ მოიყვანო პოზიცია არგუმენტი ხო რაღაც პოზიციას ადასტურებს რაღაცა ხო უნდა დაადასტურო პოზიცია არა აქვთ ანუ ის რო არგუმენტი კონდეთ ეს ერთი და მე ანუ საინტერესო რა არის რომ ანუ ათეისტური პარადიგმა მინდა ანუ პარადიგმასაც ვერ დავარქვე მოკლედ რა არის აი რა არის ვერ გაიგე მოკლედ ანუ ამგვარი პარადიგმა არ არის აი ასეთი ის არის რაღაცა ასეთი რელიგია მოკლედ ათეიზმი ანუ ამგვარი რელიგია რომ მილიარდობით წლის წინ 14 მილიარდი საერთოდ იციან ამათმა რა არის აი წარმოდგენა არა 14 მილიარდი წლის წინ დაახლოებით არაფერი აფეთქდა ნუ ეხა 20-მდე გაზარდეს ეგ რიცხვი არაფერი აფეთქდა და აი ამ აფეთქებით ანუ არაფერი რო აფეთქდა ამ არაფრის აფეთქებამ გამოიწვია ყველანაირი კატეგორიის მატერია რაც კი დღეს არსებობს აქტუალურად პოტენციო ყველაფერი არის მაგ არაფრის გამოწვეული მე ეს დედამიწა იყო გავარვარებული აი ლამის დნებოდა რა ამ მდგომარეობაში და გაცივდა ანუ ამ ეს დედამიწა 4.7 მილიარდი წლის წინ და ამ გაციებამ წარმოქმნა ეს ქერქი მყარი ზედაპირი და ამ ქერქზე ამ მყარ ზედაპირზე მოკლედ ასე ვთქვათ წვიმდა მილიონობით წელი და ამ მილიონობით წლის შედეგად დაგროვდა წყალი ამ წყალს აი ოფიციალურად სახელმძღვანელოებში ათეისტები ეძახიან პრებიოტურ სუპს პრებიოტური სუპი ქვია ამ წყალს და აი ამ პრებიოტური სუპიდან მაგიურად რაღაცნაირად ამოვიდა რაღაც მუხლუხ არსება პირველი მაკრომოლეკულა რომელიც არის წინაპარი ჩემი შენი ვინც მიყურებ პლატონის არისტოტელესი მაიმუნის თევზის და ვეშაპის ყველასი ანუ ეს არის საერთო წინაპარი მაგ წინაპარს ეძახიან ლუკას ანუ lest universal common ancestors აი ეს მოკლედ აი ამის სამთ რა ანუ ეს რაღაცა მაგიურად აკარჩი ჯადოხრობაზე უარესი ანუ ჯადოხრობაზე უარესი არის ანუ და აქ პრობლემას თან თემა იცი რომ აქ პრობლემას რო ვერ ხედავ ზოგადად ანუ რომ მიზეს აბსოლუტურად არაფერი არ აქვს და ყველაფერი აქვს შედეგს რაც მიზეს არ აქვს და აქ ვერ ხედავ მე ვარ მოაზროვნე ხო უნდა დასაკითხო საბოლოო შენი მიზეზი რა არის მოაზროვნე თუ არა მოაზროვნე და ათეისტი ირჩევს მე მოაზროვნევა მაგრამ ჩემი პირველ მიზეზი არა მოაზროვნეა უეჭველი მე ცოცხალი ვარ მაგრამ
ძალიან უკან თუ წავარ ჩემ პირველ მიზეზი არა ცოცხალია უეჭველი არა მაგარი არჩევანი გავა მე თავისუფალი ნება მაქვს კი მაგრამ ჩემ პირველ მიზეზს არა აქვს თავისუფალი ნება It's crazy ანაირად ან როგორ უნდა მოახერხო ეს უბრალოდ მართლა მაინტერესებს მიყვარხარ ჩემი გული მაგრამ განათლებას როგორ განსხვავებთ ამ დისკუსიაში. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში დისკუსიაში რომ შემოხვიდეთ და რატო არავინ არ შემოდის ისე ჩემთან დისკუსიაში. თქვენი ლოგიკით ღმერთი მოვიდა არაფრისგან და შექმნა დედამიწა და მაგით მე აუ რა დებილობას წერს უბრალოდ ანუ ბოდიში ანუ სხვანაირად ვერ გაუკეთებ ამ შეფასებას. აი რა დებილობა დაწერა უბრალოდ. აი თან ნერვიულობა, ანუ ნერვები იცი რატომ ეშლება რომ ნერვიულობა ამ ადამიანზე ამხელა დაბნეულობაში რო არის. თან მე აი ამ სისულელის გამო მარადიულად უნდა დაიღუპოს და რატო? რა დებილობას წერ მეგობარო, რა არაფრიდან ღმერთი მოვიდა, სად მოვიდა, მოსულა, მისულა, ეს არის სივრცითი კატეგორიები, სივრცის მიღმა. რას ვქო არაფრიდან მოვიდა. სულ იყო მარადიული მიზეზია და ისე მარადიული მიზეზი აუცილებელია ყველა ლოგიკურ სისტემაში, იმიტომ რომ მარადიული მიზეზი თუ არ არსებობს, მაშინ არსებობს უსასრულო რაოდენობის მიზეზშედეგობრივი კავშირი, რაც არის უსასრულო რეგრესი და არალოგიკური სისულელე, ეს ერთი მიზეზი და მეორე მიზეზს გეტყვი. და აი ამ არგუმენტს ახლა რასაც ვიტყვი, ვინმე თუ გააბათილებს ლოგიკურად, აი ფორმალური ლოგიკით 1000 ლარს მივცემ. არსებობა არსებობს, პირველი თეზისი, არარსებობა არ არსებობს, მეორე თეზისი. მესამე თეზისი არარსებობიდან არსებობა ვერაზოს ვერ გამოვა დასკვნა არსებობა ყოველთვის არსებობდა არსებობა რომელიც ყოველთვის არსებობდა ამას ვეძახით ჩვენ ღმერთს იმიტომ რომ მასში არსი და არსებობა ერთი და იგივეა მაგიტო ამბობთ რომ არსით არის მარტივში არის იგულისხმება პრიმიტიულობა არაფრიდან მოვიდა ღმერთი რეებზე ვიმეორებ არგუმენტს რავი ჩაიწერეთ არსებობა არსებობს არარსებობა არ არსებობს არარსებობიდან არსებობა ვერაზოს ვერ გამოვა დასკვნა არსებობა ყოველთვის არსებობდა არსებობა ყოველთვის თუ არ არსებობდა ვერც ვერაზოს ვერ დაიწყებოდა იმიტომ რომ არსებობა არ არსებობს და მაგიტო დამტკიცე რომ არსებობა არსებობს და მე არარსებობა რომ არ არსებობს მეგობარო იდენტობის კანონია ეს ანუ არსებობა არსებობს ნიშნავს რომ ეს წიგნი არის ეს წიგნი აუდრის ას ანუ იდენტობის კანონს ანუ ვერაზრონებენ დედას ვფიცავარ ანუ უბრალოდ ვერაზრონ არსებობა არსებობს ნიშნავს რომ ანუ აუდრის ას აი სიტყვას რომ ამობ დამიმტკიცე რომ დამიმტკიცეს ნიშნავს ამას განსაზღვრავს იდენტობის კანონი ანუ იდენტობის კანონს თუ ავარყოფ დამიმტკიცე რაღაც უკვე წინადადება არალოგიკურია თუ შეიძლება რომ დამიმტკიცე ნიშნავდეს მაგალითად რავი კალამს ანუ რაღაც კონცეპტი, ნების საგანი, ყველაფერი რომ თავის თავს შეესაბამება, ამას ნიშნავს არსებობა არსებობს, ანუ რაღაც არის რა. ოთოს შემოყარა ჩემში სიცოცხლე ადამიანს. ცოტა დამამშვიდოს ოთო. ქრისტე რას ნიშნავს? ცხებულს მასიახს. არსებობა რომ ყოველთვის არსებობდა მაგას როგორ ამტკიცებ? ეხლა ვიდა გიმტკიცებ. და გთხოვ ჩაიწერეთ ბიჭო, აი რა 2 წამი ეს არგუმენტი ახლა რას ჩაიწერეთ, გთხოვთ. უმარტივესია. არსებობა არსებობს, არარსებობა არ არსებობს. ეხლა შეხედე. არარსებობიდან
არსებობა ვერ გამოვა ვერასდროს. რატო? იმიტომ რომ არსებობა არ არსებობს. ანუ აუდრის თავის თავს. არაა უდრის არაა ამ შემთხვევაში. არარსებობიდან რადგან არსებობა ვერასდროს ვერ გამოვა და არსებობა რადგან არსებობს. ეს ნიშნავს რომ არსებობა იყო ყოველთვის. არსებობა ყოველთვის თუ არ იყო, მაშინ არსებობა ვერც ვერასდროს ვერ დაიწყებოდა. ანუ რა მარტივია რა ხა ამაზე რა ვიცი. ჩემს მას უხსენიდი მე 7 კლასშია თუ მე 6-ში თუ რომელ კლასშია რა ვინმან გაიგო. აი მარტივ აი რავი რა ამაზე მარტივად როგორ სხვა ანალოგიას მოვიყვან კიდე ისე მიზეშდეგობრივ კავშირზე რომ მივხვდეთ რატო არის აუცილებელი რომ ყოველთვის უნდა არსებობდეს ისეთი არსება რომელიც მარადიულია გინდათ სარტრი ამბობს რომ არსებობა წინ უსწრებს არსო და ამას როგორ განმარტავებ არსებობა წინ უსწრებს არს ან წინ უსწრებს ასნიშნავს ანუ რა აბსოლუტ ანუ ღმერთს რაც შეეხება ღმერთში არსებობა და არსი არის ერთი და იგივე იმიტომ რომ ეგეთი არსება არის ლოგიკურად აუცილებელი რომელშიც არსებობა და არსი არის ერთი და იგივე და გეტყვი რატო ანუ ჩემი არსი ამ შემთხვევაში ანუ ადამიანობაა და ანუ რა ვარ მე ანუ ადამიანი ანუ თვითონ არსი განსაზღვრებით ეს არის მაგრამ ჩემში არსი და არსებობა ერთი და იგივე არ არის და რატო იმიტომ რომ მე რომც არ ვიყო ანუ რო არ ვარსებობდი ანუ არსებობაში რო არ ვიღებდი მონაწილეობას არსი ჩემი მაინც არის ანუ ადამიანობის არსი მაინც არსებობს ანუ უნივერსალიას ანუ ადამიანობის უნივერსალიას კონკრეტული ადამიანი არ ჭირდება არსებობისთვის ეს ასნიშნავს არის ადამიანობის არსი რომელსაც გარედან აქვს მინიჭებული არსებობა მაგრამ გარედან მინიჭებული არსებობის ანუ გარედან რაც ანიჭებს მიზეზი არსებობას არის აი ამ მიმნიჭებელი მიზეზის რაოდენობა ვერ იქნება უსასრულო, იმიტომ რომ არის უსასრულო რეგრესი. ანუ უსასრულო რაოდენობის მიზეზშედეგობრივი კავშირი და ზოგადად რავი, აქტუალურად და უსასრულო რაოდენობის რაღაცეები არის ლოგიკური შეცდომა ახ ფალას არ ვიტყვი, ანუ მეტაფიზიკური აბსურდი, მოდი ესე ვიტყვი ლოგიკურ შეცდომას, ანუ მეტაფიზიკური აბსურდია უსასრულო რაოდენობის მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უსასრულო რეგრესი, ანუ რასაც ჩვენ მიზეზშედეგობრივი კავშირს, ანუ რასაც ვიძახით და რასაც აღვიქო. ამიტომ არის აუცილებელი რომ დროს კონდეს დასაწყისი იმიტომ რომ მოვლენებად განვიხილავ და ცვლილების საზომად ამიტომ დროს რო დასაწყისი არ კონდეს შეუძლებელია დროს რო დასაწყისი აქ მიზეზი უდროოა და დროს თუ მიზეზი არ ყავს მაშინ არაფრიდან გაჩენილა და არაფრიდან თუ შეიძლება რამე გამოვიდეს კარგად ბრძანდებოდით ვინც ფიქრობს რომ არაფრიდან ანუ აბსოლუტური არაფრიდან შეიძლება რამე გამოვიდეს ის იმასაც იტყვის რომ s + 1 9 არისო მე რა მოხდა მე ესე ვფიქრობოდა და ამგვარი ლოგიკით მოქმედებს საზოგადოება. მოკლედ კაცი თუ იდენტიფიცირდება ქალია და ყველაფერს არ ღვევენ მოკლედ აზროვნებას, ღმერთისგან ბოძებულ ნიჭზე, აზროვნებას შეიძლება უარი თქვა, ღმერთმა მოხცა ეს ნიჭი, რომ იაზროვნო და მიენდო მას. გული მისი ნაჩუქარია. ასე რომ ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე გაუნათლებელი იყო? კი, გაუნათლებელი იყო. ათეისტი რო იყო, გაუნათლებელი იყო. ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე იძახიან რიჩარდ დოკინზეც. რიჩარდ დოკინზე იძახიან, რომ ცოცხალი გენიოსების სიაში უნდა შევიყვანოთო და ადამიანი არ მინდა სულელია. სულელი, აი როგორი სულელი, ეცი რომ იძახის რომ მორალი არ არსებობს, ანუ მორალს ონტოლოგია არ აქვს, სუბიექტური მორალი არ არსებობს და მე კი ერთ ადამიანთან დებატში არ დაჯდა, იმიტომ რომ ეგო ძველი აღთქმის რაღაცა მოვლენებსო ამართლებსო და ეგ ადამიანი ამორალურიაო. ანუ ადამიანს ეძახის რომ ამორალური ხარო და თან იძახის რომ მორალი არ არსებობს და რიჩარდ დოკინსი გენიოსია, ცოცხალი გენიოსების სიაში უნდა შევიყვანოთ რიჩარდ დოკინსი. რა ვიცი, ანუ დღეს გენიოსებს, ანუ ნახე როგორი თემა, ანუ პრობლემა კრიტერიუმი არის, ანუ რითიც ფასდება სამწუხარო და მაგრამ აი ფრანცისკო აიალა, ეგეც ცოცხალი გენიოსების სიაში ყავდა შეყვანილი კაცო. ათეისტი, ევოლუციონისტი. მან თქვა ესეთი რაღაც. მოკლედ მას კითხეს რაღაცა კონკრეტულ ნამარხებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კამბრიულ აფეთქებაზე იყო, რაც იყო ევოლუციის საწინააღმდეგოდ ევიდენსი, იმიტომ რომ კამბრიულ ფენებს არ ჰქონდათ კავშირი პრეკამბრიულ ფენებში, ანუ გარდამავალი ფორმა არ არსებობდა, ანუ ახალი ფორმები ისე შეხვდა ხეში, მაგათ ხეში, რომ თავისივე სისტემაში რომ არ ჰქონდათ წინა ფორმებთან კავშირი. ანუ
შექმნილს გავს და არა იმას რა ხო ამაზე კითხეს რომ კამბრიული აფეთქებაო კამბრიულ აფეთქებაზე რა სიტყვითო წინაფენებთან კავშირი არ ახსო და ფრანცისკო აიალამ თქვა რომ კამბრიული აფეთქება არისო მოკლედ ცალკეული ანომალიაო რა ამაზე სუმეცი ამაზე სუმეცი ადამიანს ეცინება მე რა იტყვით რომ ხო რა ირჯებია ზემო არ და მეს შეჩული ვარ ვერ ვამ ოდო რა ზის ხარო ცალკეული ანომალია რო გულოსალე მე მოკლედ მე მაგიმაში აზრი ამოქვს ნეო ჩამდე შეკითხვა მაქვს მან ინტერესებს ვერ ვიგებ პასუხს კი ბატონო რა შვები როგორ ხარ ნეო სალამი ძმა შე როგორ ხარ კარგად ჭორაჩე ესეთი მომენტი არა კაი ხანია მინდა ამაზე პასუხი გავიგო რა ჭორაჩე ძილის წინ რა გინდათ ნებისმიერ დროს რა ვაფშე ნებისმიერ დროს კარჩე ლოცვას უიძახ ხოლმე რა და ანუ სულ იმ პონჩი რომ ანუ ღმერთს უხდი მადლობას რომ დღევანდელი დღე გამითენა და ხო იმას რომ გამითენოს ხვალინდელი დღე და ანუ როგორ ფიქრობ შენ ანუ ამ ისმენს ამ ლოცვას თხოვნას რა თქმა უნდა ისმენს და ანუ ქრისტიანი ქრისტეს მორწმუნე ხარ ასე ვთქვა იესოს რა თქმა უნდა ანუ იმაზე მეტი კიდე ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ თავს ვიკავებ იმაზე მეტი კიდე ვიდრე შენ გონია და ვიდრე შენი ლოცვა იმაზე ახლოს არის ვიდრე ფიქრობ თავისი თავი გაჩუქა იცი რას ნიშნავს რომ თავისი იდენტობა მოქცა ანუ შენი ყველა ცოდვა იტვირთა და მისი იდენტობით ხარ შემოსილი მისი სიმართლით ხარ გამართლებული და გადარჩენილი ანუ გადარჩენილი ხარ ანუ საუკუნო სიცოცხლისთვის გაგამზადა გაჩუქა იქთან ანუ დაუმსახურებლად მოქცა აი ესე და თვითონ ასე რა იცი როგორი პონტი იყო ანუ თავიდან რა ანუ ეკლესიაში არ მივლია გეტყვი ანუ პირველად რომ მივედი ეკლესიაში არ ვიყავი მისული 1 წელი რა არ დავდიოდი რა სპორტის ხრი ვერ ვახერხებდი და ანუ რომ მივედი რა წირვას რომ დავესწარი კარჩე 9 საათში ცუდად ვიყავი რა ანუ გასვლა მინდოდა და რაღაცა იმიტომ რომ ვერ ვჩერდებოდი შიგნით მაგრამ ანუ დავაძალე რა ჩემ თავს რომ უნდა დავრჩენილიყავი შიგნით რა და უნდა მომესმინა წირვისთვის და ანუ რატო იყო ეგრე ვეტყვი ისე რომ მოусმინე გაიგე რამე ზოგადად როცა წირვა რამდენჯერაც წირვაზე ვიყავი უსმენ ხოლმე ანუ მთელი გულით იმიტომ რომ სხვა ფიქრი არ ვარ დაკარგული ესმის ისე რაც 9 წილად კი იმიტომ რომ ანუ როგორ არ იცი აი დანარჩენი 9 რატო არ გესმის ანუ მეფანტევა ხოლმე გონება რა ვერ ვჩერდები და მამაოს რო უთხარი ეგ რომ მამა მითხრა თუ წირვას დადიხარო ანუ მოусმინეო რა და გულში ჩაიდეო აი ეხლა კითხვა მაქვს მე ანუ აი ისმინე წმინდა სახარებას აკითხავის როცა ამბობს მღვდელი აი რა უნდა აი რა ვისმინო როცა არ მესმის რას ანუ ნახე იმიტომ ანუ ყველაფერი მესმის ეხლა მე იმიტომ რომ რაც იკითხება ყველაფერი ვიცი ისედაც მაგრამ ანუ ადამიანი რომ მათ არის ის ძველი ქართული ანუ ხო გაუჭირდება გაგება რავი ანუ ხო ფაქტია რომ აი ვიღაცამ დაწერა მე არ მესმის ხო რთულია რა ანუ ხო და მე კითხვა მაქვს რა ანუ ახალ ქართულზე რატო არ იკითხება ანუ ეს კითხვა მაქვს ზოგადად ისე თქვენ რას ფიქრობთ რა მაგაზე რომ დაფიქრდეთ ანუ თუ მიზანი არის აი ლოგიკური კითხვა რო დავსვათ თუ მიზანი არის რომ ყველამ გაიგოს ანუ გაიგოს მსმენელმა ასე ვთქვათ ხო უნდა იყოს ახალ ქართულ ენაზე ხო რა ვიცი ხო ანუ რავი ამაზე არსებობს ხო ხანი ვერ მივხვდი რა ხო ანუ ყოველ შემთხვევაში ისე ის მაინტერესებდა ანუ სტიქაროსანი რო ჩაიცვა რა ანუ ეკლესიაში მე როგორც მითხეს ეკლესიაში უნდა იყოს სულო წირვებს უნდა დაესწრო
და მამა უნდა ყავდესო და რა ვიცი, ანუ ეგ ნომინალური საკითხები შეიძლება გაარკვიო მან მღვდელთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რავი, ჩემი მხრიდან მე შემიძლია ის გითხრა, რომ სტიქარი კი არა, ქრისტეთი ხარ შემოსილი, ანუ ქრისტეს გავხარ გადარჩენილი, შენი ყველა ცოდვა იტვირთა, ანუ მეტი რითი უნდა შეიმოსო ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ ანუ ამას გეტყვი, ანუ ამ შემთხვევაში მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებას და რაღაცა ნომინალური საკითხები, კი ბატონო, შეიძლება იქ გაარკვიო ხა ჩემთან ხო, აი, ეგ შეკითხვა მქონდა. კიდე გაკითხვა? ეგ შეკითხვა მქონდა, რაც დაგისვი რა, თავიდანვე და მიყვარხარ ჩემი გული ხარ და გაიხარე. შეგეწიოს უფალი, ყოველთვის შენთანაა. ისმენს კი არა, იმაზე მეტი ხა. მე სხვა დროს კიდე ვერს გეტყვით, მაგრამ რო ისმენს ეგ მაღაზე ორი აზრი არ არის. მადლობა. აი, მიდი წავედი და ღმერთი შენკენაო. გაიხარე გულში ხარ, კაი ადამიანი ხარ გულში. რელიგიას არ მივყვები ზოგადად, ანუ ქრისტეს რა, მის რწმენას, არ არსებობს შემთთვის არანაირი რელიგია, ანუ არსებობს მარტო ღმერთი იესო ქრისტე დამთავრდა, არ არის ქრისტიანობა რელიგია რა, ვერ იქნება, ანუ ვერ დაეტევა მან. ქრისტიანობა არის ღმერთთან ურთიერთობა, ერთობა. აი, ეს ამიხსენით, აი სასულიერო პირობაზე რა აზრის ხარ ვიღაც რომ რას ნიშნავს სასულიერო პირი? და რას ნიშნავს საერო პირი და რა დაყოფა, ანუ არ მესმის რა. მართლა არ მესმის. დასავლეთში არის რომ ხდელი და მრევლი რა, ანუ რო პირი ნიშნავს, ანუ ძირითადად ისე პიროვნებად იყენებენ მაგ სიტყვას, გვამოვნება ძველ ქართულად, ანუ ჰიპოსტასი, ანუ რას ნიშნავს სასულიერო პირი, ანუ რა იგულისხმება. და ვინ არის არასასულიერო პირი, ანუ არასასულიერო ვინ არის? ანუ არასასულიერო რას ნიშნავს? სული არა აქვს, ანუ თუ სულიერი ცხოვრება არ აინტერესებს, რა იგულისხმება, პროსტა მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს. ნეუროც ადამიანს თელი გულით უნდა ხრისტე, მაგრამ რაღაც ეჭვები და აშფოთები აბრყოლებს რა არჩევას მისცენ. პირველ რიგში უნდა გაიგოს, რომ თელი გულით არ უნდა. იმ თელი გულით რო არ უნდა, მაგას რო გაიგებს და ცოტათი რო უნდა და ცოტათი რო უნდა მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე მაინც მასთან არის და გადაარჩინა ეგ და მე ეგ ეჭვები და აშფოთები გამოიყენე გასაძლიერებლად, ღმერთი ეგრე იყენებს. მაგით დარწმუნდები, რომ შენი ღმერთი ცოცხალია. მაგითო გებძვის ეშმაკი. საფრთხე რო არ იყო არ გებძვის. სასულიერო პირი არის მამა გურამი შენ პოდკასტში ყავ. ანუ რას ნიშნავს სასულიერო პირი არის ის და ანუ სასულიერო პირები, ანუ ჩვენ არ ვართ, ანუ რა იგულისხმება სასულიერო პირში, ანუ რა იგულისხმება გულწრფელად არ მესმის კონცეფტი. ეკლესიაში მოღვაწე მოიცა ეკლესიას ერთი წამი. ეკლესია არის სხეული კაცო. ეკლესია არის მორწმუნეების ერთობლიობა. ყველა მორწმუნე აღებული ერთად იქნება საბოლოო ეკლესია. ეს არის ეკლესია. რა შუაში მოღვაწე, აბა სად ვიხვწვით აბა ჩვენ მორწმუნეები. გარე, სად არის? გარეთ არაფერი არ არის ჩვენს გარეთ მანდ ეკლესიის კუთხე. აბა რა სად? მართლა მაინტერესებს გულწრფელად აბა ვინმე. გამწე რას ნიშნავს ის არის სასულიერო პირი და ანუ ჩვენ არ ვარ, რა იგულისხმება მართლა, ანუ არასასულიერო, მოკლედ, სასულიერო პირი გავიგეთ რაღაცა შეიძლება რაღაც განმარტება გავუკვირდეთ. არასასულიერო პირი ვინ არის? ანუ ვინც არ არის სასულიერო პირი, ანუ რა იგულისხმება, რომ სასულიერო პირი არ არის. პირი პიროვნებას ნიშნავს, სასულიერო რავი, სასულიეროს, ანუ სული არა აქვს, სულიერი ცხოვრება არ აინტერესებს, ქრისტეს მორწმუნე არ არის, პიროვნება არ არის. ანუ ჩემთვის შეურაცხმყოფელია მაგალითად. აი ვინმე რომ მეუბნება, რომ ანუ არ ხარ ანუ ვერ ვხვდები რას გულისხმობს. ჩემთვის არის რომ საერო პირას ქვია საერო კაცო. საერო პირი რას ნიშნავს? ანუ არაფერი არ მაინტერესებს ქრისტეს გარდა და რას ნიშნავს საერო პირი ხარ? რატო? ანაფორა რო არ მასვია მაგიტო თუ ანუ რა იგულისხმება? Jesus said the kingdom of God is within you. No churches, no prison.
They killed him for me. Okay. I like this. კი, მარიამ, რა პრობლემაა? მარტივად, ანუ ზოგადად ის რომ ათეისტს მოუყვანო არგუმენტი, რავი, ალბათ აპოლოგეტურად ყველაზე ადვილი. მე მასზე არის უბრალოდ დაიჯერებს თუ არა, ანუ მიიღებს თუ არა, იმიტომ რომ ზოგადად ვისაც სიმართლის გაგება არ უნდა ძალით, მე კი არა ყოველაზრიანი ღმერთი არ აიძულებს ხოლმე, ღმერთიც აცდის და მოყავს ისე. და ამიტომ ჩუკენობაზე რამე თქვი რა ვიცი რა ვთქვა ანუ თუ ვინმეს პრობლემა გაქვთ მაგ მწოდვასთან ვისაც გაქვთ თუ ვინმეს კი არა უეჭველი ვიცი რომ გაქვთ ბევრს მაგრამ ვისაც პრობლემა გაქვთ მაგ მწოდვასთან ჩუკენობასთან ანუ პირველ რიგში რასაც გეტყოდით რომ იმედი არ დაკარგოთ რამდენჯერაც არ უნდა დაეცეთ ქრისტე არ გტოვებთ ანუ არაფერი არ ემუქრება საფრთხე თქვენს ხსნას თუ ქრისტეს ენდობით ხსნაში რომ ყველა ცოდვა იტვირთა პირველ რიგში არასდროს არ თქვათ რომ აუ ეხა აღარ მაპატიებს ან თავიდან უნდა მაპატიებს ნაპატიები ყველაფერი ანუ რწმენით იყავით პირველ რიგში მე ლოცვით ლოცვა რომ ანუ ილოცეთ რომ ამ შემთხვევაში ღმერთთან დაგიცვათ რომ ანუ ამ შემთხვევაში თქვენ თვითონაც გააზრებული გქონდეთ თქვენი მდგომარეობა ეს თქვენ ცნობიერებას ეხმარება ეგ ლოცვა თქვენთვის არის საჭირო ამ შემთხვევაში ლოცვა გავიგეთ ღმერთს კი არ ჭირდება შენთვის საჭირო ამიტომ პირველ რიგში რწმენით რომ არასდროს არ დახტოვებს და ყველაფერი ნაპატიები აქვს ადიქციებს ამგვარად ვერდი პირველ რიგში ეს იმიტომ რომ ამის გარეშე აზრი არა აქვს ჩათვალე მაგის გარეშე რომც დააღწიო ადიქციას თავი მაინც დაღუპული ხანუ თუ არ გაიგერო ნაპატიები აქვს უკვე ყველაფერი აი თუ არ გაიგერო ყველაფერი ნაპატიები აქვს აზრი არა აქვს მერე უკვე ის რომ ლოცულ იეჰოვას მოწმეს როგორ უნდა დამტკიცო იესოს ქრისტეს მას რა ვიცი ძალიან მარტივად რა ვიცი აი რავი თუ ოდესმე გაბედავს ვინმე იეჰოვას მოწმე ამოსვლას განახე იონეს პირველი თავისი დასაწყისისთვის ეგ არის ღამის კოშმარი მაგ ორგანიზაციის სამოთხეში პირველი იესომ შეიყვანა ავაზაკი კი ბატონო $9,000 ნუმის პამო კომენტარს გააჩნია სიტყვა აფეთქებაში რას გულისხმობ იმიტომ რომ პირობითი ტერმინია ანუ დროს სივრცე და მატერია გამოიწვია ღმერთმა ასე მოხდა მოკლედ მარტივად რო აღიხსნა კი მაგაზე ბევრი და ძალიან დიდი ბრძოლები მაქვს ვცდილობ მაგრამ ნუ მაინც ვეცები მაგრამ მაინც ბოლო სიტყვას ვერ ვკითხულობ მაინც ეცემი უფალი გახსოვდეს რომ უფალი იესო ქრისტე არის შენთან ყველაფერი ნაპატიები აქვს და გადარჩენილი ყავხარ ეგ უნდა გაიგო ეგ უნდა გააცნობიერო რომ გადაგარჩინა არა იმიტომ რომ შენი პირადი დამსახურები დაიმსახურე არამედ თავის თავში ყავხარ გადარჩენილი სრულიად საჩუქრად ეგ უნდა გააცნობიერო რომ ბოლომდე მიხვდე მაგას ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში ეგ გაიგე რომ ნაპატიებია და არ გტოვებს და არ არის რომ აი ხა შენზე ხელი ჩაიქნა არასდროს ეგ არ მოხდება ანუ ყოველთვის შენთან არის ქრისტე პირველ რიგში ეგ გაიაზრე და ასე მე ლოცვით გავბივართ რა მაგ დროს სხვა გზა არ არის ანუ სხვანაირად მაგასთან ბრძოლა არ არსებობს გაქცევა გონებით ლოცვით თუ გადარჩენილი ვარ ახლა რა ვაკეთო წარმოიდგინე ადამიანები უკვდავები როცა იყვნენ რო არ კვდებოდნენ და ყველაფერი რო ხონდათ ეხლა რა ვაკეთოთ მე მგონი ეგეც მაგიტო დაეცნეთ რას ქვია რა ანუ როგორი რაღაცა იცი რომ
ახლა სხვაც გადაარჩინე, სხვაც. პავლე მოციქული რასაც აკეთებ. ანუ ხომ უნდა დაფიქრდე. თუ მე გადავრჩი და რავი, სხვას კიცერიც უტეხია, დაფიქრდი. ანუ თუ თვლი რომ გადარჩი. მაგრამ არ ჯერ არ გაგიგია რომ გადარჩენი ხარ, ეგ არის შენი პრობლემა. გაუზიარე სხვას, მიდი. საქართველოს მენტალი. შენ გაგახაროს ღმერთმა უთო. შენ გაგახაროს ღმერთმა. რას გააგებინე მომენტ? მარტო თავის თავზე ფიქრობენ. მე ხო გადავრჩიდე, რა ვაკეთო ეხლა? სხვა? არ გაინტერესებს. მე რო უკითხავ ბიბლიას, მე თვითონ მიკითხავს WJ2. გავიგე ხო? ძალიან საშინელი თარგმანია ახალი ქვეყნიერების საშინელება მაგათთან, მაგრამ მანდაც მაკედანაც დაუმტკიცებ რომ იესო ღმერთია. ანუ იესოს ღმერთობას ვერ დამალავ შანსი არ არის. რა საშინელი თარგმანიც არ უნდა იყოს იესო ღმერთი ორიაზეა. რა ხალხი ძალიან მაგარმა ხალხმა დარეკა რო იცოდეთ ძალიან მაგარმა ხალხმა დარეკა ეხლა და შე როგორ გონია ლუციფერი ჯოჯოხეს მართავს თუ ჯოჯოხეს ტყვედა ის იტანჯება კაცო რას მართავს ის ყველაზე მეტად იტანჯება ჯოჯოხი დაიტანჯება საბოლოოდ ანუ ჯოჯოხეთს არა სუბსტანცია არ არის რომ მართო და სტატისტიკა ანუ მოკლება წარმოიდგინე რა ანუ ნეგაციური ყოფ მილიარდობით წელს როგორ ითვლიან რას გაიგება ჯوارიცია მილიარდი წელი რას ნიშნავს აუ ძალიან მეცინება ხოლმე რამე სამარხზე რო იტყვიან ეს სამარხი 80 მილიონი წლის წინ აღმოაჩინეს რომ იტყვიან ხოლმე ძალიან მეცი რავი რა ითვლიან მოკლე რაღაც წმენა შეიძლება რომ დაკარგო შენ რას ურჩუნება საჭიროა თუ ერთხელ მოგვეცადავს წმენა არ იკარგება ანუ ჭეშმარიტი წმენა ესე ვიტყვი არ იკარგება ისლამზე რას ფიქრობ ისლამზე ფიქრობ იმას რომ სიცრუეა ისლამი არის სიცრუე მე გულში ხარ ქრისტეს მიყვარ ხარ გულში ხარ ჩემი ძმა ხარ წმენა არ იკარგება ანაბელი წელს ხსნა არ იკარგება ხსნა არ იკარგება ბჭო ანუ ეგ არალოგიკურია აი ყველანაირ ლოგიკურ პრინციპს ჩემი პირველ რიგში წმინდა წელს ეწინააღმდეგე ვისაც წამს საუკუნო სიცოცხლე აქვს ნიშნავს საუკუნო სიცოცხლე აქვს სხვას არაფერს არ ნიშნავს თუ შეიძლება დაიკარგოს საუკუნო აღარ ყოფილა ჩემი მორწმუნე არ დაიღუპება თუ შეიძლება დაიღუპოს მაშინ და საუკუნო აუხსნე საუკუნო ნიშნავს დეფინიციურად იმას რომ სულ არის რა და ერთი რაღაცა განკითხვა რა არის განკითხვა არის რომ ვიღაცა მიიჩნიო ხსნის უღირსად ეს არის განკითხვა ვერ მიიჩნევ ხსნის უღირსად ვერავის თუ შენ თვითონ იცი რომ დაუმსახურებლად მოგეცა როცა იცი რომ ხსნა დამსახურებაზე არ არის ხსნის უღირსად ვინმე ჩათვალო ეს არის უკვე ილუზია ვერ ჩათვალ აუ აი ეს ღირსი არ არის ხსნის აი ეს მხოლოდ მაშინ შეგიძლია როცა არ იცი რომ ხსნა არის დაუმსახურებელი და ხსნა რომ დაუმსახურებელია ეგ იმ შემთხვევაში არ იცი როდესაც შენ გონია რომ შენ დაიმსახურე ანუ საქმოსანი როცა ხარ მოდი ესე ვთქვა აუცილებლად სხვას განიკითხავ და შენს განიკითხები ამიტომ რითი ამტკიცები ისლამის სიცრუეს ისევ კითხულობი იმით რომ ადასტურებს თორას და ინჯილის ჭეშმარიტობას და თორა და ინჯილი თუ ჭეშმარიტია ყურანის სიცრუეა იმიტომ რომ თორა და ინჯილი ყურანს ეწინააღმდეგება თორა და ინჯილის სიმართლე თუ არ არის ყურანი მაინც სიცრუეა იმიტომ რომ ყურანი ამბობს რომ თორა და ინჯილი ჭეშმარიტია მოკლედ ანუ დილემაშია წიგნი
თვითონ დაუწესა თავის თავს ამგვარი სტანდარტი, რომ დილემის ქვეშ მოექცა. ბოროტებას უფიშექმნილი ხო გამოდის ლოგიკურადო და ლოგიკურად გამოდის უფიშექმნილი ბოროტება. ბოროტებას შექმნა არ ჭირდება, კრეაცია არ ჭირდება იმას, რასაც ონტოლოგია არ აქვს. შექმნა არ ჭირდება. შექმნა ჭირდება იმას, რასაც ონტოლოგია, ხაი მაგალითს მოვიყვან. პოტენციალი განიხილება პოზიცია, მაგალითად დანახვის პოტენციალი, თვალით დანახვის პოტენციალი. ანუ მე რო რაღაცას ვხედავ, ეს არის პოტენციალი და მთელი ბიოლოგიური პროცესი არის, მოკლედ როგორ შემიძლია აღვიქვა სხვადასხვა საგნები დავინახო, ასე ვთქვათ, თვალით. მაგრამ სიბრმავეს პოტენციალი არ ჭირდება, სიბრმავე პოტენციალი არის, სიბრმავე არის დანახვის პოტენციალის არ ქონა. ანალოგიურად სინათლეს, ანუ მაგ იმას სინათლეს ჭირდება კრეაცია ამ შემთხვევაში და სიბნელეს არა. სიბნელე არის სინათლის არარსებობა და ანალოგიურად კრეაცია, ანუ ონტოლოგიური მიზეზი ჭირდება მხოლოდ იმას, რაც კარგია. ცუდს ონტოლოგია არ ჭირდება, ცუდი არის უკვე მოკლება იმ კარგის. ანუ კარგი როცა იკლებს, ცუდი ილუზორულად, პარაზიტულად მყოფობს, ილუზორულად. ანუ არისაც ვერ ვიტყვი. ნეუჩამთ, კი ბატონო. სალამი. სალამი, როგორ ახლა? გაიხარე ძმა. მეიცოცხლე გენაცვალე. ეხა აი რა მინდოდა მეთქვა ძმა, ეხა ეს წერილები და ყველაფერი მაინც ხო მორწმუნეებისთვის არის, ხო ეს პავლე ძირითადად მორწმუნეებს წერს რა და ყველასთვის, მარტო მორწმუნეებისთვის არის. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ხო ამბობს რომ მე გარეშენი რადგან ვიკითხო თქვენ ხო არაფერ შუაში არ არის ზაზა ეგ წერილი არის ურწმუნოებისთვის. კი ბატონო, მე საერთოდ ვიდავებდი რომ ურწმუნოებისთვის არის, იმიტომ რომ წერილში პირდაპირ წერია ურწმუნოთა სამხილებლად და ასე შემდეგ. არა, ანუ ეგ აი გეთანხმები ძმა, მაგრამ მე ნუ სხვა რაკურსით მიმყავდა ეგ, მაგრამ კაი, ხო, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველასთვის არის ეგ გადასარჩენად მოგვეც. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, აი სასულიერო პირი არასასულიერო პირთან დაკავშირებით. აი ხა ზიარების სიტყვა დღესდღეობით დაყვანილი არის რა დონეზე? აი მომწიფდა ხო მაგის დრო, რომ უკვე всё ეს ჭეშმარიტება უნდა ითქვას, ამას ვეღარ დაფარავ, აი გახეთქა უკვე, ხო? აი ადექი და რასაც იძახი, ხო? 100%-იანი, მანდ ორი აზრი არ არის, როგორ შეიძლება რომ არ დაგეთანხმო კი არა, მაშინ წერილს არ უნდა დავეთანხმოთ, ხო? ეზიაროთ ჭეშმარიტების შემეცნებას, რომ რამე თუ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღვთის აზრი ჯერ უნდა გახდეს ნათელი ადამიანისთვის და შემდეგ ის ნათელი რო ხარ და მორწმუნე რო ხარ, მერე მიიღე პულს და ღვინოს. და ყველაზე მთავარი კიდე რა არის? ამან ფორმები რომ მიიღო, აი ის მამაოა, იმას ანაფორაცია, იმან ესე იგი რაც გინდა იქადაგოს, იმის სიტყვა თითქოს არის 100%-იანი და მე როდესაც უბრალო მორწმუნეს შეიძლება შემეხო ღმერთი და ჭეშმარიტებაც ვიცი, მე სტატუსი რახან რაღაცა არა მაქვს და რაღაც შეხედულებით და იმით საზღვრავენ, შეიძლება არ მოგისმინონ, გამიგე, მაგრამ ეხლა მადლობა ღმერთს, რომ აი ეს მოვიდა მაგის დრო რა, მოვიდა ისე მიხარია ძმაო, აი ძალიან მაგრად მიხარია, რომ აქ მიდის უკვე ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი, რომ იქ პირდაპირ ხო წერია, რომ გაიყვნენ სიტყვის სწავლასა და ზიარებაში, პურის განტეხვასა და ლოცვაში. ესე იგი სიტყვის სწავლა და ზიარება, შემეცნება და ჭეშმარიტება ამას ეს ქადაგება მოცემული არის იმისთვის, რომ ის კონტექსტი ჭეშმარიტად გავიგოთ ღვთის სიტყვა. არ გავამრუდოთ, სხვანაირად არ გავიგოთ ყველაფერი და მე უბრალოდ გისმენ ახლა ნეო და აი მაგრამ მიხარია ძმაო, აი ყველაფერს გებწევი, ჩემიანებსაც ირგვლივ აი ბიჭებს მეგობრები და ისინი ლაპარაკობთ ხოლმე და პირდაპირ ვეუბნები ძმაო, всё გახეთქა ამან უკვე ეს უნდა საამოყოს თავი, ეს დამთავრდა, რომ 100 აჯიმანია გააკეთე, ის გააკეთე. ეზიარეთ ჭეშმარიტებას, ქრისტეს უნდა ეზიაროს ადამიანი, უნდა წერილით მიიღოს და კიდე ერთ რამეს დავიტყვი მაშინ. მე და შენი აზრი მაინტერესებს, მეთანხმები თუ არა. კი ბატონო. აი მთელი ეს სისტემა ზიარება ახსარების არის არასწორი. და არგუმენტს მოვიყვან. ანუ მოვიყვან არგუმენტს რატო არის არასწორი. ანუ ის კი არა რომ შეცდომა. თავიდან მომდე არასწორია და ვიტყვი რატო.
პირველ რიგში, ანუ ისე სახარებაში ერთ ადგილს ვერ ნახავ, ვერსად, სადაც იესო ეუბნება თავის მორწმუნეებს, რომ ცოდვები ღმერთის წინაშე აღიარა. ანუ ამ ღმერთის წინაშეც კი ვერ ნახავ, ის კი არა რომ მღვდელთან ცოდვები და იმის შენდობის დროს, ანუ ვერსად ვერ ნახავ ღმერთის წინაშე და მე ვიტყვი რატო ვერ ნახავ. ცოდვების აღიარება, ანუ ერთმანეთთან მორწმუნეები ამას აკეთებდნენ, ადრეული ეკლესია ერთმანეთთან აღიარებდნენ ცოდვებს და ძალიან მშვენიერი რამეა, აი მე ჩემს ძმასთან ქრისტეში შემიძლია ცოდვაზე და ჩემს პრობლემაზე ვისაუბროთ, მშვენიერია, ეს მორწმუნეებს ეხმარებოდათ. მაგრამ ის რომ აი დღეს როგორც ხდება აღსარება, რომ აღსარებას ეუბნები მღვდელს და ის შენდობის ლოცვას გიკითხავს მოგეტევოს ცოდვები და რაღაც ასე შემდეგ. ეს გარდა იმისა, რომ წმინდა წერილისეული არ არის. ანუ ატერისტიკულიც არ არის. ანუ იმ იქაც არ არის, აი საეკლესიო მოძღვრებთანაც კი არ არის. მანდაც ანუ არსად არ არის. ანუ მედიაველურია თავიდან ბოლომდე შუა საუკუნეებიდან. ანუ საქმე რაშია, რომ რატო არის ეხლა ეგ ვიტყვი არასწორი. როდესაც ადამიანს გონია, რომ ცოდვები მიეტევება, იმიტომ რომ აღსარება თქვა, დაღუპულია. და რატო გეტყვი? აღსარებაში ანუ ჯვარცმას უარყოფ მაგით. ანუ ჯვარცმას შეურაცხ. ანუ ცოდვები თუ ის იმის არ წამს რომ მხოლოდ იმიტომ მოგეტევა აბსოლუტურად ყველა ცოდვა რომ ხისტე ჯვარზე გაეკრა და ფიქრობ რომ შენ ახლა ცოდვა იმიტომ მოგეტევა რომ მიხვედი სადღაც აღსარება თქვი და უი აი ახლა მომეტევა ცოდვები. მე შევცოდა, მე თავიდან წავალ, თავიდან მომეტევე, ერთი ჯვარცმა არ ყოფნის. და რა წეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლის ავტორი კაცო. მეორე დაცვამენ ჯვარს და შეუძლებელია მათთვის მოგვიდა ძალიან შეგენასო. აი ეგრე რა. ხო და მან კიდე სხვა რამეს დავამატებ კიდე. მასშივე მოისმინეთ თქვენს ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამე და აღიბეჭდეთ უკვე სულიწმინდით ამოს. ეხლა შენ წარმოიდგინე, იესო ქრისტეს სიტყვას ქადაგებას ისმენდნენ და მსმენელებზე გადადიოდა სულიწმინდა. როგორ თუ ის არ მივიდა, აღსარება არ ქონდა, ნათქვამი ის რიტუალები როგორ აღიბეჭდა, ხო? რწმენაში პეტრემ რო უქადაღა წარმართებს. ესენი თუ სულიწმინდით მოინათლებდნენ, ვინ ვარ ჩვენ რო წყლით ნათლობა დაუკავთ, მონათლულებიც არ იყვნენ და უკვე სულიწმინდა იყო სულიწმინდა რომ მიიღეს, წარმართებმაც ჩვენსავით მიიღეს, კი ბატონო. არც იყვნენ ვინ დაუკავს ხა წყლით ნათლობას ხო პირდაპირ წერია. კი ბატონო, ძმაო და ეხლა მივდივართ სადამდე, ეს ეპისკოპოსიც რა იყო, ეხლა მოდი რა, აღარ გვინდა ეს ისა რა. ცოლშვილი ყავდა ჩვეულებრივ და ქრისტიანულ შესაკრებელში იყო ზედამხედველი რომ მოძღვრებაში არ შემოპარულიყო რამე ისა რა ქვია გამრუდებული მოძღვრება არ შევა მაგას იცავდნენ ძმაო და ის დიაკვნები კიდე სოციალური მსახურებისთვის გამოარჩიეს და იმ ტაბლას ემსახურებოდნენ ქრივობლებს და იმებს რომ აპურებდნენ ეხა რა არის ეხლა ვერ გავიგე პავლე მოციქული დადიოდა და ქვის ერთი იერუსალიმის ტაძარი მიწასთან გაასწორა წმენის ზალის შემოსვლის მერე რომ ნუღა მეპათხალიმებით მან დაუდა. ეხლა 1000 ააშენეს და 60 წელს ხო? 60 წელს. 70 წელს აბა რა ძმაო ეს უკვე всё ამის შემდეგ უკვე წმენის ზალა რო შემოვიდა იქ იერემიაში და ძველში რეებს ეუნება ხო? აქ რო იძახით რომ ეს ტაძარიაო ეს ტაძარი ვერ გიშველითო თქვენო ეს უკვე რიტუალები გააღმერთეს. მაგის გამო არ მოკლეს კაცო სტეფანე მაგას. მაგის გამო კი ბატონო ჩვენი ჯულის ძვირს იძახისო და ცოცხალი ღმერთი მივიდა ეუნება დაანგრიეთ ტაძარიო სამ დღეში აღოდგა ესე ქვის ტაძარს შეყურებენ. როგორ ესო ცოცხალი ღმერთი მოვიდა შედალოცულო რაღა ქვის ტაძარი მოსპო ეგა რომ ჩემი სიტყვა მოისმინეთო და არა მიჯინაზე 100,000 ააშენეს და კიდე ხარო ტაძარი და ეს არ უნდოდეს ადამიანს მე არ მესმის შენ ხარო ტაძარი ანუ რამე ხელა მისტიკა შენში დაატრიალა და კაცი შუა აი ხა რატო მიადვილდება შენთან საუბარი რატო? იმიტომ რომ ტაძარნი ხარ თქვენ და თქვენში მკვიდრობს სულიწმინდა, ხო? ჭეშმარიტების შემეცნების რომ ჩვენ რომ მიგვიყვანა ღმერთმა, ჩაგვახედა და ეს ერთი სული მოქმედებს და ერთ ენაზე უმეთყველებ და ერთი სული გვაქვს. ეგ უნდა ერთი სული გვაქვს. ეგ ნიჭი შეიძლება სხვადასხვაა, მაგრამ მე მესმის შე რასაც მელაპარაკები და მე ამისი კი არ მესმის მარტო. მე ამისი მჯერა რასაც შენ მე მელაპარაკები. ერთია, ერთი სულია დაყოფილი. მე და შენ დაყოფილი ისიც იმიტომ ვართ რომ ჩვენ გქონდეს სიცოცხლე ჩვენ თავში როგორც მასა აქვს როგორც თვითონ არის პიროვნება მაგიტო პიროვნული კი ბატონო სულიწმინდა ერთი და იგივე სულიწმინდა კი ბატონო ეს არის ძმაო და ეს გაერთიანება ესე თუ წერილიდან გამომდინარე ჭეშმარიტებიდან გამომდინარე არ მოხდება შენ თუ აქ შემოიტან მილიონი რაღაცა იმის სწავლებებს 1000 სტარცები ისინი კი ბატონო ძმაო ბარსანოფი დიდი პირდაპირ იძახის რომ რატომ არისო განსხვავებაო ამდენიო რაღაცა გაუგებრობაო კაცო ერთ მამას ვკითხულობს ხო რატო არისო შვილოო და
წმინდა სულით მიცემულს თავიანთი ნააზრევიც დაამატესო. ამას ბარსანოფი დიდი იძახის, მე ხო არ ვიძახი, ხო? ხო და უკვე განსხვავებები მოხდა, დაყრდნობა მოხდეს ძმაო ჭეშმარიტებაზე, ხო? რა თუნდა ამას დავა, როგორ გედაო, როცა ჭეშმარიტებას ლაპარაკობ. მე ნუ შეაჭირვებთო ღვთის სულსო, რო იძახის, როგორ თუ ვიღაცა ჭეშმარიტებას ლაპარაკობ და იმას ჩინმედლები არ უკიდია და იმას ჩინმედლები არ უკი, შენ იმის შეჭირვებას რო დაიწყებ, ჭირი მიეგოთ მაჭირვებელთა თქვენთაო, იქ პირდაპირ წერია ძმაო. ჭირი მიეგოთო, ვიღაცას თუ გონია რომ ქრისტიანი აი უძლურია და ვერაფერს ვერ იზავს და თავს დახრის ბევრ რამეზე, იქ პირდაპირ ის სიტყვა მოქმედია ღმერთის სიტყვა. ეს ეგრე არ არის ამათ რო გონია როგორც მინა ისე. ის რო ამბობს ჭირი მიეგოს მაჭირვებელთა თქვენთა, ვისეუნება ქრისტიანებს, ვის ჭეშმარიტებას ამბობს, ხო? ის ძმაო მოქმედია ეგ სიტყვა. იმიტომაც არის ძმაო, აგე წუთისოფელი. გაამრუდეს ღვთის სიტყვა, საიდან მოხდა ყველაფერი? ღვთის სიტყვის გამრუდებით მოხდა დაცემა ადამ და ევას. იმის მერე დაიწყო გამრუდება და გადავიდნენ და კაცობრიობა მიიღო დღეს აგე ყლელობა, შური, ბოღმა, უკვე გავიდნენ, ღვთის სიტყვის გარეთ გავიდნენ და ამახინეს. სიტყვის გამრუდების გამო დაეცა ევაკაც. სხვა არაფრის გამო არ დაცემული. მე ამის გამო დაეცა, ამის გამო ჭამა ეს იყო. გადააკეთა ჯერ რას პასუხობს ეშმა ისიც გადაკეთებული უკვე. ეგ იყოს. გადაკეთებული დამახინჯება, მეტი არაფერი. კი ბატონო, აი მაინც საწყისი რა იყო? ეს თლათ ეგრე კი არ არის ეუბნება, გამიგე და ამ უმრუდებს სიტყვას. და ყველაზე დიდი აქცენტი, ჩემო ნეო, ყველაზე დიდი აქცენტი რაზეა? ყოველგვარ ცოდვაზე და ყოველგვარ იმაზე არის ის სულიწმინდის არ მიეტევსო ეგ რა თქმა უნდა ეხლა ღვთის სული მოქმედებდა და ყრის აღდგინება და მაგის წინააღმდეგ არ შეიძლება ეხლა წასვლა, მაგრამ აქ რაზეა ნახე, ჩემს მეორე ჯულშიც ამბობს. ჩემს ნაამდერძებს და ჩემს სიტყვებს ნუ გაამრუდებთ, ნუ დაამატებთ ნურაფერს. ახალში ამბობს ბოლოში უკვე აპოკალიფსში, ვინც ამ წინასწარმეტყველების წიგს რამე შემატოს, რა ამრუდოს, დაამატოს, მოაკლოს, წყევლა არ შეიძლება ძმაო ეს. რა თქმა უნდა. არა და რა არის ბიჭო, რა არის ერთ ამაზე მაინტერესებს შენიას. აი შეხედე. სულიწმინდის გობა, რა თქმა უნდა, ქრისტეს საბოლოო ურწმუნოებაა საბოლოო დროს აღარ სიტყვა, იმიტომ ივანე ვინც ირწმუნებს აქვს სიცოცხლე, ვინც აი ბოდიში ერთი წამი ბოდიში მან ნახე როგორი რაღაცა, ვინც თქვას, ცოტა დაიმას ვიზავ რა, ნახე, ვინც თქვას კაცის ზის მიმართ სიტყვა მიეტევოს. მიეტევება, კი. მაგრამ ვინც თქვას და აქ რაზე არის, იმიტომ რომ ესენი ეუბნებიან სულიწმინდით იღებს წმენას და მაგით კი რა. ჩვენ ხო ამას ვიცნობ თუ ეს იმის შვილიაო და ესე იგი იესო ქრისტე იძახის რომ აი იოსების შვილი და ჩემზე კაცის ძეთ იწოდებოდა უფალი, მაგრამ ის სული რაც შემში მოყვედებს, რითაც ხო ხდები აი მაგას. რა თქმა უნდა, ანუ სულიწმინდით ხდებოდა უშუალო იდენტობის მიღება და ყველაფერი სულის განშობილს მაგიტო ეძახით. ანუ სულიწმინდაზე გმობა, ანუ ნიშნავს პირდაპირ ქრისტეს რწმენაზე საბოლოო უარი განაცხადა. კი ბატონო. არის კონტრასტი და ეგ იყო მიზეზი. ანუ სულიწმინდის გმობის გამოვლინება იყო მაგას რომ ამბობდნენ რომ ესო ეშმაკის ძალით ახდენსო თორე ეს ანუ გამოიხატა ამგვარად იმდენად არ უნდათ იესო რომ აშკარად ხედავდნენ რომ ღმერთი იყო, მაგრამ ოღონდ ისე არ გვინდა რომ აღერ ეშმაკის ძალით ახდენსო ეს თქვეს თორე იქ ვიღაცები მიმღებნი რომ ყოფილიყვნენ მაშინ სულიწმინდის გმობელები არ იქნებოდა. უბრალოდ ქრისტე არ უნდათ და არ მოუნდებოდათ არასდროს ამგვარ მდგომარეობაში იყვნენ. კიდე მაგაზე კიდე ბოდიში ერთი დიდი დავა მომივიდა ძმაო ხა რა ვიცი ახლა კი ბატონო ღმერთმა კი არავის ამათ გონიათ რომ რაღაც კაცო მეეუნები კაცო სასულიერო პირ კი არ გეჭხუბები კაცო ჭეშმარიტება რომ აქ რაზე არის ლაპარაკი რომ მან მაგის იმაზე რომ ეუბნება რომ რა ქვია იესო ქრისტესში რომ ლაპარაკობს ანუ მამა ზაქარიაში იძახის რომ შემომხედავენ მე ვინც განგმირეს იქ პირდაპირ ამბობს რომ ეს ღვთის ღმერთია მოსული ხო და ამ ჭეშმარიტების არ მიღებაზე და ცუდმა და პავლე ამბობს რომ დიდების უფალი ვერ ვინ შეიცნო, მაგრამ რომ შეეცნო ჯვარს აღარ აცოლდნენ, იმიტომ რომ გიჟი უნდა იყო ღმერთი. ხო და ეს ისე გამოყავთ რომ ისინი ცუდი ხალხი იყო, გაიგე ჩვენ კაი ხალხი ვართ და იმას შვებითო და ეს არ შეიძლება ის პეტრეც ამბობს, უწყი რამე თუ უმეცრებით გააკეთე თუ ეს. ანუ იესო რომ ღმერთი იყო, ეგ კი იცოდნენ კაცო ინტელექტუა, აჰა მე ვენახე ისა იმის იგავში რომ აგერო ბოლოს ძე გაგზავნა და აჰა ძეო და ჯვარს ისა მოკლათო და ინტელექტუალ კი იცოდნენ, მაგრამ ვერ შეიცნეს. ანუ ვერ შეიცნეს, ხო. ვერ შეიცნეს. ერთ რაღაცაზე მაინტერესებს შენი. ჩემი ეს ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელ დროში ქრისტიანებში არის ეს. აი ხა მას ვიტყვი. იოანე წერს რა. აი ხა ჯერ სახარებაში სანამ იოანემდე მივიდა სახარებაში თქვა იესო რას ამბობს რომ
ვისაც ჩემი წამ საუკუნო სიცოცხლე აქვს, საუკუნო აქვს სიცოცხლე, ანუ რა თქმა უნდა. ჩემი მორწმუნე არ დაიღუპება. რა თქმა უნდა. ის აღარ გადავა. იოანე ამას ამბობს, აი ცნებასავით, რა იქ ცნებაზე საუბრობს, რომ ეს ქრისტეს წმენა და აი დავალებასავით გვაძლევს. ღვთისძის მორწმუნეებმა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. აი დღეს ვეკითხები ქრისტიანს, სად მოხვდები, როცა ყაზრზე არ არიან. წარმოდგენა არა, რატო არ აქვს წარმოდგენა? იცი, აი ამ სისტემაში არიან რა. აი დღეს უკვე მონანიებული მაქვს, დღეს ჩაბარებული მაქვს, დღეს მოკვდი, მაშინ შეიძლება მიმიღონ არც. ეგ ეხლა შენ ხო ჩემზე კარგად, ძალიან კარგადაც აზროვნე და შენ ხო იცი ეხლა რომ მე მაგახსარების ჩაბარეზება კიდე იწევს რომ ტიპს უთხარი რომ მე უთხარი ეხლა მონანიების იმედით ცოდვაზეც ადვილად მიდიხარ და ყველაფერზე ეხლა წინ იცი რომ მიხვალ ეგე მამაუგა არ არის ეგ ჭეშმარიტება მეთქი ვეუბნები რომ გეუბნება რომ შენ იმის ის კი არ უნდა მე რომ მიეჯაჭვები ამ სისტემას ხო თითქოს ღმერთზე კი აღარ ფიქრო აი მივალ და იქ მამაო წამიკითხავს იქ შეცვალე უკვე ჩანა შენი ღმერთი ის არის შენი ღმერთი დამწყობა ხო სისტემა შენი ღმერთი ხდება მართლა ნახე ერთი რაღაცაა რა მე ეს ხალხი მიყვარს სასწაულად და ჩემი ხალხია ქართველები არის ჩემი ხალხი მე მათ თუ ის ვარ და თავს დავდებ რა ჯერა რომ შენ გიყვარს ჯერა მაგის აი მოვკვდები ამათ გამო მაგრამ ვერ იგებენ აი რაღაცა იმას რაც წესით უნდა მივიდეს აი პროსტა არ მესმის მართლა როგორ ვერ იგებენ აი რა ხო და რატო არ გესმის ეხა ნახე როგორი სიტუაცია იქ როგორც სტეფანე და ეგენი ეუბნებიან ჭეშმარიტებას რატო უნდა გადარჩნენ და ისინი პირიქით ამას ეჩხუბებიან აი ეგ როგორ არის როგორ ხდება ვის გაუხსნა რა დონეზე გაუხსნა მაგრამ წიფდება თქო სიტუაცია ამას ადრე თუ გვიან ყველამდე ყველა ცხადი გახდება ყველასთვის ეს იმიტომ რომ არ არსებობს დაფარულიო არ გამოჩნდა არ არსებობს რა ეგ არის შემონეო იმიტომ რომ ის რო ჩაკეტე შენ რაღაცა იმეებში რიტუალებში და რაღაცეებში ვეღარ თავისუფლდება შენ ვეღარ გისმეს ის ჭეშმარიტებას იმიტომ რომ იმის წინ 1000 რაღაცა რიტუალია რომელიც უნდა შეასრულოს და იმით უნდა გადარჩეს გაიგე და შენ ეუბნები რომ ბიჭო ღმერთს უყვარხარ რა ჯიმანიებს აკეთებ შედალოცვილო შენ გამომოკვდა კაისა რა ქვია ჩამოვიდა და გეუბნება კლავ იმას ჯვარზე აკრავ და ის გეუბნება რომ მე არაუშავს მიყვარხარ ოღონდ მე მიწამე გეუბნება და შენ დგახარ და არა მე გინა თუ არა აი უნდა წავიდე და ეს გავაკეთო ის გავაკეთო რა უნდა გააკეთო შედალოცვილო რამის გამკეთებელი რო ყოფილიყავით უფალი იესო ქრისტე მოვიდა და ჯვარზე გაეკრებოდა რის თქმა უნდა არ გაეკრებოდა რის რა უნდა გაგვეკეთებინა აი რა უნდა გაგვეკეთებინა ძმაო ეს არის რა ჩემი ისა მე უბრალოდ რა არის იცი რომ იმედი მაქვს იმისი და მადლობა უფალს ეს არის უდიდესი წყალობა ძმაო რომ გადმოღვარა რომ ჭეშმარიტ წერილი გაიხსნა წარმოიდგინე წაიქ წერია წარწმენდილთათვის ეს სიშლეგეაო ხოლო მორწმუნეთათვის ხსნა არისო გამიგე ამათ ამით და იგივეა ერთი მაგრამ ამისთვის ეს არის და იმისთვის ეს თორე ის ერთია აი ერთია კი ბატონო ხო და ხსნა არის ეს მოცემული გვაქვს ესენი იმიტომ დაიწერაო რათა მორწმუნეებს კონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო წერილები რატო მოგვეცა ჩვენ წერილები რატო მოგვეცა აღბეჭდა თუ პავლე ქადაგებდა და წულიწმინდა ხალხზე გადადიოდა მე იგივე ქადაგებას რო ვკითხულობ შეიძლება ბგერები არ მესვის ჩემზე არ გადმოდის როგორ არ გადმოდის მე ვეზიარები იმ ჭეშმარიტებას რასაც ისინი ამობდნენ შემეცნებას მაგისას და მეც აღვიბეჭდები და ეგ არის ძმაო ეხლა ყველაფერში რაც უნდა რა შენ უბრალოდ პროსტა რა არის იცი გეტყვი ეხლა რა ეხლა მაგის შენ ჩემზე კარგად იცი საქებრად და იმათ და რაღაცა იმეებისთვის არა ვართ ჩვენი ქრისტიანები და არც მე იმას დაგიწყებ ეგ ყველაფერი ღვთის შენ უბრალოდ რა არის იცი ადექი და შენში უბრალოდ რაღაცა გახეთქა ბოლომდე რომ ადექი და თქვი რომ ბოლო კაცო ვეღარ გავიგე ესა ვაკეთებთ რაღაცეებს და არ ვიცი მე გადავრჩები თუ არ ვიცი აბა რასა აქ ხო წერია ეს სიტყვა ჩვენ იმ სიტყვას ვენდობით თუ საკუთარ რაღაცეებს ვენდობით გადარჩენ პირდაპირ თქვი ეგ ჭეშმარიტება რომ თუ გვეუბნება რომ გააქვთ მორწმუნეებს ესე იგი გვაქვს ხო და მაგაში რა სიძახი არ ეგ წერილი საზრია შენი აზრით თუ ფიქრობ რომ არ გაქვს და ეჭვი გეპარება მორწმუნე არ ხარ ეს მაინც გაიგე ადამიანი ამის გაგებაც არ 100%-იანი ხარ ძმაო ეს რწმენა კიდე ერთი სიტყვაა და რწმენა შეიცავს შემეცნებას კაცო რწმენა ეს მარტო ერთი სიტყვაა მაგრამ იქ ინფორმაციებია ეხლა ვინ დამაჯერებს მაგაში რომ ეგერ იმის ცოლი ყავსო კაცო მამის ცოლი ის მოიყვანა ცოლათო და
წარმოიდგინე რას ეუბნება გადავეცი სატანასო რომ ხორცითო ის იყოს და ხსნილი იყოს ბოლო დღე მაინც გადარჩენაში გაიყვანა წარმოიდგინე იმიტომ რომ მორწმუნე იყო ძმაო ამხელა ცოდვაში ჩავარდა და გაყავს ისეთ რაღაცას აკეთებს ეს ხო სულიწმიდით აკეთებს რომ წარმოიდგინე ეხა როგორია მამისის მოიყვანა და ამხელა ცოდვაში ცხოვრობს მაგრამ ის ისეთ რამეს უკეთებს გადავეცი რომ ბოლო დღეს ქრისტეს დღეს ხსნილი იყოსო წარმოიდგინე ახლა თან წმინდებს უწოდებს რა ის წმინდები იმიტომ რომ ქრისტეში ხო გამოხსნილი აღარა აქვს ცოდვა ხო ქრისტეში რადგან დასრულებულია იმიტომ რომ ქრისტე არის დასაწყისი და დასასრული რადგან დასრულებულია წმინდა სულ მოდამთავრდა მორჩი ხო ეს ხო დასრულებული საბოლოო იმიდან ელაპარაკება რა ხო გაიხარე სიხარული ხარ დაგამატე მეგობრებს მე რაღაცებს კითხავე შენ შემოგევლე ძმა გაიხარე იცოცხლ ასია ზამე ესმის რა ხა ხან წარემოსასმენია სიმართლე ხან ის არის ხან ეს არის მანაო მაგრამ ხომ უნდა გავიგოთ რა მე რა მიხარია ცი რომ ვიღაცას რო ხედავ ასეთს აი ხა წეგამით ჩაერთო რა ანუ ასეთში გულის ხომ მორწმუნეს რა ანუ ადამიანი რომელიც ღმერთს იცნობს ანუ როცა ვხედავ რომ ადამიანი ქრისტეს იცნობს ავი ჩემთვის ეგ არის ყველაზე დიდი ბედნიერება მაგაზე დიდი სიხარული აქ ჩემთვის არ არსებობს ვინმე ეგეც რო ხედავ აუის და ასე რაც უფრო მეტი იქნება დამიჯერეთ ჩვენთვის ვერ არის კარგი დამიჯერეთ მადლობა სალამ გამარჯობა ნეო შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ ამ თემაზე ხარ ამოსული აუ არ წამიკითხავს პროსტა ეხა შემხვდა რა და მაინტერესებს ხარ თუ არ ხარ აბა წაიკითხე ათეიზმი გაუნათლებლობა არ ვიცი რა თემაა ვაფშე როგორ მიყავს ლაივები აიხარეთ მომო აიხარე აი ეს წაიკითხე და ისე ამოდით რა Calma. წმინდა წერილს
შემდეგ ლაივში წავიკითხავ საქმენის ტექსტს ბევრ ამის. ნელა ხო არ გავიდე. აი ლაივი იყო რა ხა წინა სტუმრის ნათქვამზე ვფიქრობ რაღაცებს. აი ათეიზმი რო გაუნათლებლობა უკვე ათეისტებმაც გაიგეს. ამ თემაზე თუ არის ვინმე ამ თემაზე სასაუბრო. ჩვენ საყვარელ თემას. მეც მიყვარხარ გიოს სასწავლებლად. მე მელოდებიან, ვინმე მელოდები იქეთ? ქართულ მელოდება ვინმე იქეთ? მითხარი აბა ქართულ. მაცადე ალექსანდრა 2 წამ. ქართულ. ჩემს სიტყვას არ ენდობი? ზოგადად ქალებს არ ვენდო. ხუმრობ რა, ხუმრობ ხოლმე იღრე რა. ხუმრობ. მოკლედ, ვისაც წამს რომ იესო ყველა ცოდვა იტვირთა მისი გადარჩენილი. ვისაც არ წამს რომ ყველა ცოდვა იტვირთა და გადარჩენილი არ წამს რა. მარტივად. ნელ-ნელას გავედის ვიზახით. წარმოგიდგენიათ ისე როგორ უყვარხართ. როგორ უყვარვართ იესოს ჩვენს ღმერთს. ანუ რო თავის იდენტობას გჩუქნის. ანუ თავისი სიმართლით შეგმოსა, დაგფარა. ყველა ჩვენი ცოდვა თავის თავზე იტვირთა. ქაუთიშო წავიდეთ იქ. აი. რა ვიცი, აბა 1:15 გადარჩენილი თუ დაწერს გულს, ეგრე ვიზა. 15 გადარჩენილი თუ გულს დაწერს, ეგრე ვიზა. 15 ცალი გადარჩენილი, აბა. არა ქართველი მეუნება რომ არ გახვიდი. აუ რამდენი გული ეგრე ვარ, თვალ მაგდენი მაიცის ვითომ. სალი მიწერს არა იყავ რა ვფიქრო. მოკლედ ვამთავრებ დღეს მიყვარხართ შეგეწიოთ ქრისტე ღმერთი და ჩვენთან არის უფალი. ერთი წამი გონებაში არ გავივლოთ, ჩემ თავსაც ვეუბნები რომ უფალმა შეიძლება და ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. ეხა ასე მარტივია ხო? ნებისმიერ განსაცდელში უძლურებაში დაცემა ჩემი სიდი და უძლურებაში მინდება. მოციქულს ეუბნება პავლეს. არ იფიქროთ, ანუ სიმშვიდე სახარებით ვერ გამოცდი უბრალოდ ღმერთის სიხარულს და სიყვარულს ვერ ეზიარებ თუ ეგ არ გეცოდნიამო რომ გადარჩენი ხარ. ვერ იგემებ და დიდება ჩვენს ღმერთს და მაცხოვარს იესო ქრისტეს.